კიდევ ერთხელ ვითარება ციხეში ექიმები იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ, რომელთა გულგრილობითაც პენიტენციალურ სისტემაში სისტემური დარღვევა მოხდა. პატიმართა დამცირების და სასტიკი წამების ფაქტებზე ექიმები იმ პირთა პასუხისმგებლობაზე მეანიშნებენ, რომელთაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოეხდინათ თითოეულ ფაქტზე. მედიცინის ექსპერტები აცხადებენ, რომ პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე პათანატომიური ტვეთა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო და ჯანდაცვის სამინისტროსთვის ეს მონაცემი ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმები ჯანდაცვის სისტემის ყველა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვენ. წლების მანძილზე შეიარაღებული ძალების მთავარი ექიმი თადარიგის პოლკოვნიკი ლაშა ქოიავას განცხადებით დარღვევა არამხოლოდ პენიტენციალურ, არამედ მთელ სისტემაში მოხდა. ქოიავა ჯანდაცვის მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს. ჯანდაცვა უნდა დაინტერესებულიყო, რატო არის ასეთი მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი საპატიმროებში. მაგრამ ეს არ მოხდა. რაც მიუთითებს იმაზე, რომ არა მარტო პენიტენციალური სისტემა არ მუშაობს და იქ იყო რაღაც ხარვეზე, არამედ ხარვეზე არის მთლიანად სახელმწიფო სისტემაში, სახელმწიფო მოწყობაში. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქიატრის ხათუნა ჭყოიძის თქმით დაუშვებელია საპატიმროებში ფსიქიკურად აშლილი პატიმრების მოთავსება და წამება, ამასთან წამების ფაქტებთან შეგუება არამხოლოდ დანაშაული, არამედ თანამონაწილეობაა. სისტემა არის ისევ დარჩენილი, ძველი საბჭოური სისტემა, ეს სისტემა არ შეცვლილა მთელი ამ წლების მანძილზე, ეს არის კარდინალურად შესაძლებელი. ძალიან რთული პროცესია, მაგრამ უნდა დაიწყოს. პატიმრების წამებაზე მსჯავრდებულებმა არაერთი განცხადება გააკეთეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. ყველა ექიმისთვის, მით უმეტეს ფსიქიატრისთვის ეს უნდა იყოს სრულად შეუწყნარებელი ფაქტი, რომ ფსიქიური აშლილობის მქონე ადამიანებზე ესეთი რა ვიცი, სიტყვებსაც კი ვერ პოულობ, ესეთი უმძიმესი გარემო იყოს შექმნილი მათთვის და ესეთი მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ ისინი. ექიმები საპატიმროებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის დამოუკიდებელ გამოძიებას და ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაჯას მოითხოვენ.